Absolutely absurdi. დღემ ამ წუთამდე მტკიცებულებები არ გადმოუწია დაცვის მხარისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ აცხადებენ, რომ მზად არ არიან, ну რა თქმა უნდა, თუ მზად არ იყვნენ, მათ ბრალიც არ უნდა წაეყენებინათ ამ ადამიანებისთვის. თვითონ ბრალდებულების პოზიციაა, რომ აუცილებლად დაამტკიცებენ საკუთარ სიმართლეს და იმ მათი დამოკიდებულების გამოსახატად და მათი პროტესტი გამოსახატად მათ დაწყებული აქვს უვადო შიმშილობა. იქიდან გამომდინარე, რომ ესენი არიან სპეცნაზელები, იბრძოდნენ ყველა ომში, სადაც საქართველოს-რუსეთის ომი წარმოებდა და იმის მაგივრად ამ ადამიანებს დღეს მადლობას ვეუბნებოდეთ, აბრალებენ ტერორისტს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მალხაზ მურღულიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლის მესამე ნაწილით, ანუ ტერორისტული აქტის ჩადენაში, რა თქმა უნდა, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, კატეგორიულად უარყოფს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, პირიქით სამარცხვინოდაც კი ეჩვენება ესეთი ბრალის წაყენება და რა თქმა უნდა ის ბოლომდე იბრძოლებს დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.